ვიდრე ალეკო ელისაშვილს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები ხელბორკილებს დაადებდნენ და ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანდნენ, მან გთხოვა ჟურნალისტებს გვეკითხვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის შიო მესამისთვის რატომ დუმს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რატომ არ იმჩნევს უამრავ პატიმარს, რომლებიც ციხეში არიან გამოკეტილი და რატომ არ საუბრობს წამებასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს ყოველდღიურად. ამ კითხვის დასმამდე ალეკო ელისაშვილი ცდილობდა კითხვები დაესვა მოწმე ექსპერტისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის იმ მოწმისთვის, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით. ალეკო ელისაშვილს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა აკრძალული აქვს და მან სცადა, რომ კითხვა ცოტა ვრცლად დაესვა, რის გამოც მოსამართლემ მისცა გაფრთხილება, რომ პირდაპირ კითხვაზე გადასულიყო. ბოლოს კი დაპატიმრებულმა პოლიტიკოსმა თქვა ფრაზა მაცადე შენი ჭირიმე კითხვის დასმა. ეს იყო ის ფრაზა, რის გამოც ელისაშვილი დღეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელისაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს ისე გამოიკვლევენ, რომ ბრალდებული ამ პროცესს არ დაესწრება. ადმინისტრაციაში მუშაობს კანცელარიაში და ვიზატორი იქ კანცელარიაში მეტყობა და ყველაფერი. არა სამართლის კომპეტენცია კარგია, ეგრეთ უყურეს. შეიძლება მასალა და ორი სიტყვის უკრება ყველაფერზე ეს სანქციაზე ვთქვათ და სამართლო შეიძლება კონტექსტი გოჩერდება, მაგრამ ერთ სიტყვას რობოტი ხო არა რა შინაც აბსოლუტურად რომ იქ თუ ხანძარი გაშლებოდა და გაიგებოდა ყველაფერი და აი კვალიფიციური ადამიანები და მასალები და საერთოდ გადამოწევა როგორც ლაბარაკში წელი მოძა და შეიძლება დაპატიმრებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დაკავების წუთიდან სრულ იზოლაციაში არის მოქცეული. მას შეზღუდული აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს სხვა ბრალდებულ პატიმრებს. მაგალითად, მას არ აძლევენ წერილების გაგზავნის და მიღების შესაძლებლობას, ასევე არ აძლევენ სატელეფონო კომუნიკაციის უფლებას, აკრძალული აქვს ოჯახის წევრებთან პაემნის უფლება და სასამართლო შეიძლება ითქვას იყო ერთადერთი სივრცე, სადაც ჰქონდა მას შესაძლებლობა ენახა შვილები და მეუღლე, მათთან დისტანციურად ქონოდა კომუნიკაციის შესაძლებლობა, თუმცა ეს უფლებაც დღეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ელისაშვილს გაძევებით შეიძლება ითქვას, რომ შეუზღუდა, ვიდრე მოსამართლე გააძევებდა ელისაშვილს, მას გაფრთხილება მისცა, რადგან პოლიტიკოსი მოსამართლეს მიუთითებდა, რომ თუ მას ნამდვილად სურდა საჯულის როლი ეთამაშა, უნდა გამოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საპატრულო პოლიციის სამხრეთ კამერის ჩანაწერები, რაც გუშინ მოსამართლემ არ გააკეთა.
აპოლმა ხო კიცებულება მაქვს სამრეკლამები გადაღებული ისაც დამტკიცე ვიდეოს განხავდი ხმას დაპატიმრებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ახლა რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მიყავს საბადრაგო სამსახურს. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეზე ისე გამოიკვლევენ ყველა მტკიცებულებას, რომ ელისაშვილს არ მიეცემა შესაძლებლობა მოწმეებს თავად დაუსვას კითხვები. ელისაშვილს ტერაქტზე დავება, საგამოძიებო უწყება სასამართლოს კანცელარიის შუშის ჩამსხვრევას, რომელმაც რეალური ზიანი 320 ლარი მოიტანა. ასეთი არის ყოველ შემთხვევაში ციფრები, რომელიც პროკურატურამ ჩაწერა საბრალდებო დასკვნაში. ალეკო ელისაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილი მხოლოდ საბოლოო სიტყვის ეტაპზე დააბრუნებს სასამართლოს ხდომაზე, მისცემს შესაძლებლობას საბოლოო მიმართვოსავი და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ვერდიქტს გამოაცხადებს ამ სისხლის სამართლის საქმეზე. დღეს პროკურატურამ ელისაშვილის საქმეზე 6 მოწმე გამოკითხა, ამ წუთებში მიმდინარეობს ბოლო ექსპერტის გამოკითხვა სასამართლოში. საქალაქო სასამართლოდან ნანუკა ქაჯაია გვერდთვებოდა.